ოქროს ხანის ბრწყინვალება წარსულს ჩაბარდა. მე-15 საუკუნიდან საქართველო უმძიმეს განსაცდელში აღმოჩნდა, დაიწყო ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის. ოდესღაც ერთიანი სამეფო სამად დაიშალა, ქართლად, კახეთად და იმერეთად. დაგსაქსულმა ქვეყანამ დაკარგა ძველი სიმძლავრე დიდ იმპერიებს შორის. ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიები მუდმივად ცდილობდნენ საქართველოს დამორჩილებას. ყვაველი მტკაველი მიწა სისხლით ირწყვებოდა. ამ ეპოქის სიმბოლოდ იქცა მეფე ერეკლე მეორე. მმართველი, რომელმაც მთელი ცხოვრება ომის ქარცეცხლში გაატარა ქვეყნის გადასარჩენად. 1795 წელი. კრწანისის ტრაგიკული ბრძოლა. ქართველთა თავდადება ურიცხვი მტრის წინააღმდეგ, ეს იყო უკანასკნელი დიდი გაბრძოლება დამოუკიდებლობისთვის. მიუხედავად ომებისა, ქართული სული არ გატეხილა. ეკლესიად მონასტრებში ბერები კვლავაც ინახავდნენ და ამრავლებდნენ ჩვენს მწიგნობრობას. ბრძოლა გადარჩენისთვის დასრულდა, მაგრამ საქართველოს წინ ახალი რუსეთის იმპერიის ქვეშ ყოფნის რთული პერიოდი ელოდა.